სულ პრობლემა მივედი შემნაკვეთთა რომ დავამუშავო მინდა რომ დამუშავო და ფესვა ვიყავი ცოტა ხანი რომ სახში რომ მოვბრუნდი და წამოვედი ანუ თქვენ ბაღში იყავით ნაკვეთზე რაღაცას ამუშავებთ უნდა დავამუშავო რა გასუფთავება მინდოდა ნაკვეთისა ხო და სახში რომ მოვედი უკვე საღამოთი ხდება სოფლის დეპუტატი აქა სოფლის დეპუტატი ქართული ოცნების დეპუტატი ქართული ოცნების შენაო რატო ხებო არენტისაო ნუ და გიხარო ნუ აწუხება პრობლემები ნუ ვიო შეფრაზე გასვლაზო მე უნდა მითანხმდებოდე რომ მე უნდა მითხრაო რომ შეხვიდე თუ არაო და მე გადაგიწყუტაო რა უნდა გავაკეთო რა მაგალითად შესპოზიცია ბოლოს მარტო იყო კი მარტო ფიზიკურადაც გამისწრება აი აქ სახთან ესა თქვენ ეს სახლის წინა რომ არც მაძლევს ესა თქვენი სახლი არ მაძლევს საშუალებას რომ სახში ეს ანუ სახთან დაგვხვდა თქვენ ბაღში და სახთან ველოდებოდა რომ ეს ამუშავდა რომ დაბრუნდით რატო აწუხებო არემჯისაო მე ოსიები მაქვსო გაკეთებულიო ათიკაცი უნდა გამარჯობოთ გამარჯობოთ ათიკაცი სიები მაქვსო გაკეთებულიო მე ეს ხალხი უნდა დავასაქმეო და შენი საქციელებითო პრობლემები იქმნებაო ამათ ვეღარ დავასაქმეო და ნუ დაძვრებიო აკეთე მე თქვი რითვი არსებო რა აი რო არ დავთესო ნაკოთები მქონდა დაბლა ის მივატოვეთ ეს არა მოწავლილი სურათები წამა და თქვენი წუხელი მათ მიმართ რაში გამოიხატებოდა ეხა მისი აზრით არ ვიცი მე იმას გძნობდი რომ ზეწოლას მიკეთებდა რომ არ შევსულიყავ შენაკეთში და RMG არ შევა ჩვენ ვიყურებ ყველა პროცესი რაც კი RMG-სთან არის დაკავშირებული ამ დანაშაულებრივ მათ საქმიანობასთან და მანისა და ბონიში როგორც დაკვირდით იქნება გამჭვირვალე მაქსიმალურად და Facebook მეგობრებს მინდა აუხსნა ძალიან მოკლედ რა მოხდა გუშინ დიდი სოფჩაი ხო ვიყოფეთ დიდმანის რაიონში სოფელ დიდმანიში სადაც გუშინ ღამის საათებში მოხდა ხო და საღამოს ადამიანი ადგილობრივი რომელიც აი აქვე ცხოვრობს გვერდით მურაზი თქვენი გვარი თუ შეიძლება მურაზ მარტიაშვილს საკუთარ სახთან დახვდა ამ სოფლის ქართული ოცნების დეპუტატი რომელიც გაუსწორდა ფიზიკურად მას და მიზეზი თავიდან ბოლომდე იყო RMG თუ რატო აწუხებს მაგალითად მოქალაქე RMG-ს რომელიც იყო საკუთარი ნაკვეთის დასამუშავებლად და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ის რაზეც საუბრობდით და RMG არ არის რაღაცა ოქროს მოპოვებითი საქმიანობით დაკავებული მხოლოდ რა თქმა უნდა ეს არის თავიდან ბოლომდე დანაშაულებრივი დაჯგუფება რომელსაც ყავს თავისი თვითონ ასე თქვათ რაღაცა უსაფრთხოების სამსახური რეალურად ეს არის სპეცსამსახური რომელსაც ასევე ყავს ზონდო ჯგუფები დაკომპლექტებული ესა თუ ის დაჯგუფება და ყველა ქართული ოცნების დეპუტატი მუშაობს RMG-ზე და გუშინდელი დღეც იყო ნათელი დადასტურება ღამის საათებში და არც ერთ მოქალაქეს, არც ერთ დმანისას, არც ერთ ბოლნისას არ შეგატოვებთ. მართლაც ზმრად გადენთ თითოეული ადამიანის წრეებს, თითოეული ადამიანის წუხილს, რომელსაც თქვენ აქ ეხა ჩადიხართ ყოველდღიურად. გამორიცხული არის და ეს ადამიანი კიდე ვინმე კობა მენაბდიშვილი, ცნობილი უკვე მისი საქმის საგმიროთი კობა მენაბდიშვილი, საწარმოოს დირექტორი, ადამიანი, რომელსაც 40,000 ლარი აქვს ხელფასი და არის დიახაც უშუალოდ ჩართული ამ დანაშაულებრივ სამსამუშაოებში დიახაც მას არანაირი რაღაცა მხოლოდ კარიერული უფლებამოსილებელი კარიერებს კურირებს ეს და რიგით RMG-ში მისი ძმა ქართული ოცნების დეპუტატია ასევე და მუშაობს ამავე დროს RMG-ში და აი ეს ადამიანი ხელმძღვანელობს ეს აკოფაშვილია ხო ვინმე ქართული ოცნების ხო ვინმე ქართული ოცნების დეპუტატი აკოფაშვილი რომელიც თავიდან ბოლომდე არის მორჩილებაში ამ კობა მენაბდიშვილის ძალიან ცუდად დაამთავრეთ მეგობრებო ძალიან ცუდად დაამთავრეთ აი ეს ყველაფერი რაც ახლა აქ გუშინ მოხდა ეს არის სისტემური ეს ხდებოდა თვეების განმავლობაში და ასე მოღვაწეობს ბჭყალებში RMG მაგრამ შეიცვალა ვითარება არც ერთი დღე არც ერთი წუთი არ ვიქნებით დმანისელების გარეშე და არ ვიქნებით დმანისელებისგან შორს ვიქნებით ამ ადამიანების გვერდით იმიტომ რომ ამ ხალხმა თუ დაინახა რომ ჩვენ ვართ მათ გვერდით გამიჯერეთ ეხა RMG ვერაფერს ვერ გახდება მიუხედავად იმისა რომ მილიარდებს მოიპოვებს ეხა ანუ თავი ბოლო ამ ფიზიკური ანგარიშtorების იყო ის რომ უბრალოდ თქვენ უქმნით პრობლემას RMG-ს და ეს პრობლემა რაში მდგომარეობს შექმნა ადამიანს აქ მიწის ნაკვეთი რომელიც ეთყობა ეგობება თუ მათ ტერიტორიაზე თუ რო აუხსნა. ჩემს საკუთარ მიწის ნაკვეთთან მიწის RMG-სთან შეთანხმება რომ უნდა შევიდე და ეთხოვნა და ისა რომ გუშინ უსაფრთხოებას მატარებდნენ და
ჩაფხუტი უნდა გქონდეს, რომ ჩვენ ტერიტორიაზე რო გაიარო, ჩაფხუტი უნდა გეფაროსო და ეს ის ჩაფხუტია, როგორც მგელი და თხა, ანუ ჩაფხუტი და სიმინდი, სასაცილოა რა, გლეხს რა თუნდა ჩაფხუტი, როცა სიმინდი და მინდვრის დასამუშავებლად უნდა მივიდეს. 38 გექტარია და გზა მოხდა მაგათ ტერიტორიაზე, ვერ მიყვავს ტექნიკა, იძულებით მივატოვეთ ეს ტერიტორიები, ერთადერთი რომ აი ძალით რაღაცნაირად ვამუშავებ. მიზეზი მაინც არ არა, მიზეზი არ ემჯია, გზა დარჩა იქა და იქ მიდის. ანუ უნდა შეუთანხმოს RMG-ს უნდა შეუთანხმოს შეუთანხმოს საკუთარ ნაკვეთში უფლება უნდა იყოს, ნებართვა უნდა იყოს. ნებართვას ვიღე, მათ გუში შემაცილეს უსაფრთხოება, ჩემ ტერიტორიამდე შემაცილეს. ეს ჩათვალა ქართული ოცნების დეპუტატი, ნუ ეხლა ისინი შეთანხმებულო, დედობა გადაურეკა. ზურგსუკა რა მოხდა არ ვიცი, კაცი გავხდა და რატო ხება ეს პრობლემებსაც. არ უნდა შეხვიდე. ანუ RMG დაურეკა ამ კობომენავდიშვილის ბიჭებმა, როგორც ჩანს, დაურეკა ამ ხელის ბიჭს, თავად ვიღაც აკოპაშვილს, ქართული ოცნების ამ სოფლის დეპუტატს. და ნუ დაავალეს რომ პასუხი მოეთხოვა ბატონისთვის. ეს თვითონ დიდი მანისელია ეს ქართული ოცნების დეპუტატი? ო იქე ვიპოვოთ სადღაც მაგას. უნდა ჩაგწეროთ რა. იცით რა არის? ერთი სიტყვით ჩვენ ახლა კი ბაბუ ეხლა ერთი წუთი ჩვენ ახლა რა თქმა უნდა მივყვებით მურატს პოლიციის განყოფილებაში და იმედია ღმერთი არ გაუწყება ქართულ ოცნებას და აი ამ დეპუტატს უახლოეს დღეებში საკადროს პასუხს მოთხოვს და მარტივად დაჟის კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხა ხვალად ზეგაც, მაზეგაც ვიქნებით აქ, სანამ აი თითქოს ვინმესთვის უმნიშვნელო. ეს არის პროზაული სამწუხაროდ, RMG-მა შეჩეულია. ვიღაცისთვის თავში წამოთმას, ვიღაცის დაუშვათ მოტაცებას, სახში მე ახსნა გამარტებების მოთხოვნას, რომ არ გამოვიდეს ესა თუ ის მოქალაქე აქციაზე. ზუსტად იგივე იყო, რაზეც საუბრობდით 10 დღის წინ, როდესაც სოფელ ტანზიაში ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ აქციაში, უბრალოდ მოსახლეობა გამოვიდა, აპროტესტებდა აფეთქებებს, რომელსაც წინა დღეს ჰქონდა ადგილი და ჩვენი ასვლის შემდეგ და მერე წამოსვლის შემდეგ გვიან საღამოს ოროჯახს ესტუმრა RMG-ს დავალებით ადგილობრივი მოკრიმინალო ელემენტები, რომლებიც სუსტან არიან თავიდან ბოლომდე კავშირზე და თხოვეს ეს ადამიანები გამოვიდნენ ჩვენთან კავშირზე, თხოვეს რომ შემდეგ აქციებზე მათ არ მიიღოთ მონაწილეობა და აგერ ბატონო გუშინდელი დღე კიდე ნათელი დადასტურებაა და ყველაფერი არ ინერვიულოთ შემომურად, ყველაფერი იქნება მაგრად. უყურებ უკვე ბატონო ნიკო, ვაქარი უკვე ზეწოლა და რა იძულებული ხდები რომ წავიდე კიდე საკეთე. არა, ჩვენს გვერდ გაფორმებული არ არის. თოპეს მაგის თუ ხელი არ მოუწია, უნებასო ჩავიდნენ და მუშაობდნენ. თოპეს ახლა ორი გექტრის ის იყო წერილი მოსული. მოდიში ერთი დაღლი აღარ კარბოდა რომ იმის თუ ნახავთ რომ გვინარია კუპროს რომ ხელი მოგვიწერო. რომ ჩვენ უფლება გააქვს აბულბუქში მუშაობა დავიწყოთ. ეგ იმარ გავს ფულითა, ზღარაფრითა. თორე ხალხი ჩვენ კერად არის. ჩვენ არა ვახიბის და რომ ფული ნიშნა და ჩვენ კეთა მოვიდეს. ხო და ბაუ თქვენი სახელი? შამილი მარტია. აი აქავად ჩათვალეთ, ვიცით ეს მდგომარეობა, ეს ბოლნისისა და დმანისის პრობლემა აღარ არის, ბოლნისისა და დმანისის პრობლემა. ამის პირობას გაზეთ, აღარ იქნება მარტო ბოლნისელების და დმანისელების. ჩვენა ხალხი ყავს შეუძლებლობა დატერორებული. მე მგონი 1000 ფულია გამოყოფილი. ის თანხა გადადის რაიონის ბიუჯეტში. ის ტერიტორია არის სოფელ დიდუმანის რომელიც ჩვენ წინა პრემაში აირარკვინა და ხელით და ტერაქვით გამუშავეთ. ეგ ადგილები თუ ისინი მიიწვიეთ. ისეთი ხალხია გაფორმებული რომ იმან ფული წაიღო ისიდან. ის იმისი არ არის. ის კაცი აქაური არ არის. ვინ არის ეს არ ვიცით. მეორე რამე გასაკეთებელი. ორი წლის უკან მეთი სახურბალი სადაც გუშინ ვიყავი შესული. და მოვითხოვი ამ მიწის სინჯების აღება დაურეკე გარემოს დაცვის სამინისტროს ხელხაზე დაურეკე, ჩამოვიდნენ იმ წუთში 1 საათი და 20 წუთში ჩამოვიდნენ. აიღეს სინჯები, გავატანე რომ მეთქი შეიძლება თუ არა ამ პროდუქტის ჭამა. შეიძლება თუ არა ამ პროდუქტის ჭამა მოვითხოვი. თესავ მომყავს ვიცი რომ მოწამლულია, მაგრამ მაინც თესავ. იძულები რა გავაკეთო სხვა. არ ვენდი ამათ წავიღეს მიწა კიდე სხვაგან გადავამოწმებინი. კაცმა დამირეკა ალეკო ღონღაძია დამირეკა რომ მურაზო არ დათესო მაგ მიწებშიო აერიდე მიატოვე. გაუბედო აქ ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. აქედან ერთადერთი გაქცევა.
იქით ტერიტორია იყო არის ბრძოლა გადარჩენილი. აბულბუქში, სადაც ახლა უკუსირებენ, იმოდონა ნამას ეს არის სასაფლაოები და ესენი სულ გადაწყარეს და სულ ხო, ასე თუ გინდა არ შეგიშით ხელს. ერთი სიტყვით, ან ხედავთ რა ხდება და რა ვითარებაა რა. მართლაც ხახნო ის რაც აი აქ დმანიში და ბოლნიში ხდება, მე დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი, რომელიც შეიძლება ეხა გვიყურებს. კიდევ არა ხართ საქმის კურსში ბოლომდე რა უმძიმესი ვითარება. ხალხი თქვენ ეხა მოისმინეთ, საუბრობს ღია ტერორზე, ხო? და ამის ნათელი მაგალითებია ყოველდღიურად. უბრალოდ დიახაც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში აი ესე მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხის პრობლემით დაკვეთეთ. უნდა ვაღიაროთ დიახაც და უმჯობესი იქნებოდა, რომ ადრე ყოფილიყავით ამ ადამიანებს გვერდით, იმიტომ რომ ამათი დატერორება არ დაწყებულა გუში და გუში წინ დაიწყო დაახლოებით წელიწად ნახევარია. და ეს ხალხი ვერ გძნობდა მხარდაჭერას, ვერ გძნობდა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას, ვერ გძნობდა პოლიტიკოსების მხარდაჭერას და რა უნდათ არ უნდათ უწევთ შეგუება ამ ურთულეს ვითარებასთან. უწევდათ შეგუება. დღეს ეს ყველაფერი უკვე შესწავლილია და სხვაგვარად იქნება. ადამიანს, როდესაც საკუთარ სახთან ქართული ოცნების დეპუტატი ხდება და ფიზიკურად უსწორდება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან საკუთარ ნაკვეთზე იმუშავა, მაგრამ ამით შეწუხდა თურმე RMG და მე RMG-დან მიიღო ამ ოცნების დეპუტატმა დავალება კერძოდ ვინმე ყობა მენაბდიშვილისგან, რომელიც 40,000 ლარს მას სწორად ამიტომ უხდიან თვეში, რომ აი ესეთი შავი სამუშაოები შეუსრულოს. და არა მხოლოდ საწარმოოს დირექტორია, ეს ისე ცალკე დანაშაულია. რამდენიმე კარიერს როკურირებს. აქ არის ჩვეულებრივად კლანური მართლობა, სადაც არ არსებობს არც პოლიცია, არც პროკურატურა, დიახაც ბიძინა ივანიშვილისთვის, მოდით ვთქვათ, ყველაზე სარფიანი ბიზნესი, რაც კი არსებობს საქართველოში, სადაც შოულობს ყველაზე დიდ ფულს, არის დიახაც დმანისი და ბონისი. მისთვის ეს ბიზნესი არის ყველაზე მაღალ შემოსავლიანი და აქ ეხლა მისთვის ჩვენ ვუფათურებთ მის საქმეში და მის მილიონებში ხელებს. და ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ დანაშაულებს ჩადის ყოველდღიურ რეჟიმში. და ეს ადამიანები, ქალბატონი, ბატონი, ეხლა ხედავთ კამერის მურაზე თქვა ეს კამერის თანდასწრებით, რომ ტერორის ქვეშ არის და ფიქრობს ამ სოფლიდან წასვლას. უამრავი ადამიანი იმავე აზრზეა სამწუხაროდ, უბრალოდ კამერიც ვერ ბედავენ ამის თქმას, იმდენად დაშომა, დაწემუნებული ვარ ძალიან ცოტა ხანში აქ ვითარება შეიცვლება და შეიცვლება ხალხის სასარგებლოდ. ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ ამ გამოწვევების წინაშე და არ დავემსგავსოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ უბრალოდ რაღაცა ცუდ ამბავს შევიტყობთ და თანაუგრძნობთ Facebook-ის მეშვეობით და თანაუგრძნობთ უბრალოდ ადამიანურად. ამ ადამიანებს სჭირდებათ გვერდში დგომა ეხა. გვერდში დგომა სჭირდებათ ყოველდღიურ რეჟიმში, იმიტომ რომ აქ არის კლანური მართლობა ჩაბუდებული. ხახდო თბილისში რაც არ უნდა საპროტესტო აქცია გაამართოს ოპოზიციამ, რაც არ უნდა 10,000-ობით ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში. დიახაც აი აქ რეგიონებში და რაიონებში არის ბუდე ქართული ოცნებისას. ჩაბეტონებულია და გონიათ რომ ეს არის მათი საკუთრება ყველაფერი და ხალხი პირდაპირ გაგებით არის შიშის ქვეშ. იყო შიშის ქვეშ. და ვერ გძნობდა ხარდაჭერას და ეს ყველაფერი ეხა მე მგონი ძალიან ტკინვეულად ძალიან მალე უნდა მიუტრიალდეს ივანიშვილს. ბატონო? ჩვენ სოფლის არის გაჭირებული სოფელი არა. რომელთა უკუნაში ვარ კანადა. ჩვენა ასალევით ხალი არა გვაქვს. ასალევით ხალი არა გვაქვს. ესა იგი მოდით ორსად მოდით და საღამოს 7 საათზე წყდება. უпросто ხო გენაცვალე. თქვა უფრო ყურადღება მოგვაქვს. აქ ავართ მაგითო. უნდა იყოს. მე აქა ეს აქა მოსავალი აღარ მოგდის. თუთარო გვერდზე თეთრი დაუნდა არ ახდებოდა. ეხლა თუთა დაიწყო გახდება. იმიტომ რომ ჰაერი მოწამლილია. მაგას თუთა ხელი აღარ აქვს. ხელი აღარ აქვს. ყველა პოლიცია ყალი რაიონიდან ყალი მოდის. ყოლოთ აი ამ ჩვენ სამსოფელა ყალი არა გვაქვს. შავი სამუშაოების შესრულების რომ პოლიცია ხება და მომდის ყალი და ვიცავდენა მოთხოვნა. რა ქნა საწავლე ხმა. როცა საფურში თხარა
გინდა ვიწყარდაო ხალერა საკუთარ სახთან მოქალაქე საკუთარ სახთან უსწორდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ თურმე მოქალაქე შეატყა არემჯი და არემჯი ასე ვთქვათ წუხილის გამო ამ დეპუტატმა ქართული ოცნების მიიღო დავალება მოვიდა აი აქ ზუსტად ამ ადგილზე გუში ქვიან საღამოს და ფიზიკურად გაუსწორდა მოქალაქე და ეს არის ნორმა ამ ბონიში და დმანიში აღარ გაგიღვათ ბიზინა ივანიშვილო ვეღარ წაიგებთ ამ 100 მილიონ დოლარს და ევროს სახში დიახაც ხალხის ხარჯი რასაც აკეთებდით ეს ყველაფერი უკვე ჩათვალეთ თუ წარსულს უნდა ჩააბაროთ ბოლომდე მოყვებით თითეულ დანაშაულს ვამხელთ და ყველა ეს პროცესი იქნება გაერთიანებული ხო ოპოზიციის ფარგლებში განსაკუთრებით საჯარო მაქსიმალურად ყველა ის ყალბი დოკუმენტები რომელიც ხელმოხდა უახლოეს პერიოდში ჩვენ ამას გავასაჯაროებთ ყველა ის დამნაშავე რომელიც ყავთ გაფორმებული RMG-ში და გარდა იმისა რომ იქ უკანონოდ ლიცენზიის გარეშე საქმიანობა ხშირ შემთხვევაში აი ამ ხალხს ატერორებენ და ესეც შედის მათ საქმიანობაში დიახაც ეს არის ბმაში ვინაიდან როდესაც დმანისელი და ბოლნისელი გამოთქვას პრეტენზიას RMG ამით რა თქმა უნდა წუხდება ყავთ სპეციალური შექმნილი დაჯგუფება რომელსაც ქვია ზონდე დაჯგუფება მოგდა და ატერორებენ ამ ადამიანს და ხალხი ღიად საუბრობს ტერორზე ადამიანი ამბობს ამ სოფლიდან მას უნდა გადაცხოვდეს არა იმიტომ რომ გარემოა უბრალოდ დაბინძურებული ეკოლოგიური კატასტროფა არამედ იმიტომ რომ აშინებენ ამ ადამიანებს მაგრამ აღარ გაგივათ შეშინებული დამრთხალი და გამქცევი იქნებით თქვენ ივანიშვილი კობა მენაბდიშვილი და მთელი ეს მილიონერები რომლებიც ხალხის ხარჯზე შეუძლოთ უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ 100 მილიონ დოლარს გამარჯობა ეს არის აკოფაშვილი აი აქ ყოფილი კაცი ვერ შავნიშნე ვინ გერალდი მაგამ გადასცა ჩვენი სოფელი რომ ჩვენა გეოლოგიებში მოხდები რატო არ მოვიდა შეგვეკითხა ჩვენა რომ ეს ჩვენი ადგილი გადადით ერენჩთან რატო შეგვეკითხა ჩვენი კრავ თანახმად გასაგები ბატონო ეს არა თვალგავს აი სვანეთში რამდენჯერ მივიდა ხალხი ფეხა მოხდი თვაკითა და დებარტას არადრევ როიქეთი იაკეთებიან ჩვენ იქნება რომ არ ვინდოდა ის რა მაინტერესებს ბაბუ ერთი რამე მინდა გთხოვოთ არ ინერვიულოთ არ იდარდოთ აქ ვარ არა მოესწრებით დამიჯერეთ მოესწრებით არ იდარდოთ თავარია არა ნახოთ ეხლა ჩვენ ამ პოლიცია რას ამბობს პოლიცია რას წავიდა სად რა არის ანუ იქ არა ადვოკატიც ჩამოვა გამარჯობა თალბატონო როგორ ხარ გამარჯობა მებო არ ვიღებთ. ანუ